აირჩია ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას შემდეგ ნიკა მელია. რატომ გადაწყვიტა პარტიამ იმ კანდიდატის წარდგენა, რომელიც პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა? მელია პასუხისმგებლობას იღებს წინა საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, მაგრამ საინტერესო აქვს თუ არა ასეთივე დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის წარსულ საქმიანობაზეც. ამ შეკითხვებს მერობის კანდიდატი რამდენიმე წუთში ცხრიანის პირდაპირ ეთერში უპასუხებს, მანამდე კი ნინო არგულიანის რეპორტაჟი ვინ არის ნიკა მელია. ბინა ვერაზე, ბინა მთაწმინდაზე, $80,000 კრედიტი ლიბერთი ბანკში. ეს ნიკა მელიას ქონებრივი დეკლარაციის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. ეს კი უკვე ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის ბიოგრაფია. 35 წლის მელია დასაოჯახებელია. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალი კი ასეთია. 2002 წლიდან 2008 წლამდე უშიშროების საბჭო, 2008-დან 2012 წლამდე აღსრულების ეროვნული ბიურო, სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი. ნიკა მელიას ერთი დღე მაესტროს ცხრიანისთვის სახლიდან დაიწყო. იგი მთაწმინდაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ბომბურაკი ოჯახის ყველაზე ფხიზელი წევრია. ეს უბანი ყოველთვის იყო ოპოზიციური, აბსოლუტურად. ანუ ნებისმიერი ხელისუფლებისადმი იყო ოპოზიციოდ განწყობილი. და მე მართლაც არა, ამას ვარ, მათ შორის მამაჩემის, მაგრამ აი დღემდე ვერ ავხსენი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში როგორ მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ, რომ ეს სამეზობლო ისევ ოპოზიციურად აქცია. კერძო სექტორში წასასვლელად გამზადებული პოლიტიკაში გიგი უგულავას თხოვნით მოხდა. გადაწყვეტილებას არ ნანობს. უგულავას საქმიანობის ნაწილი მოწონს, ნაწილს კი აკრიტიკებს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის ურბანულ განვითარებას უკავშირდებოდა. გიგი ამას ეძახდა თამამ გადაწყვეტილებებს. მე მაინც უფრო თავშევიკავებდი. ძალიან მომწონს მაგალითად ხიდი. აი შუშის ახალი ხიდი. რასაც ვერ ვიტყვი იგივე იმ მაგალითად რიყეზე ეგრეთ წოდებულ მილებზე. მერობის მსურველი მოქმედი გამგებელია. ნიკა მელია საარჩევნო პროგრამის ნაწილს და მისი თვალით დანახულ თბილისურ პრობლემებს თბილისის ქუჩებში გვაცნობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასეირნო, სარეკრეაციო სივრცეები. აი იგივე ბანალურია, მაგრამ დღეს ჯერჯერობით სველი წერტილები საზოგადოებრივი არ გვაქვს ხო ქალაქში. აი ხა ვაცხადებთ ტენდერს. მნიშვნელოვანია რომ ქალაქში გაჩნდეს თანამედროვე ავტოსადგომები. არ ვიყავი მომხრე თარ შემთხვევაში რომ ნიკა ნაციონალური მოძრაობის ეგიდით გამოსულიყო, მაგრამ იმიტომ რომ აი ამ ჯგუფმა ნაციონალურად ბევრი შეცდომები დაუშვეს. თაწმინდის გამგებელი ცნობილი კარდიოლოგის შვილია. ანზორ მელიას სამსახურში ვესტუმრეთ. ძალიან გამიცდით მე და ჩემი მეუღლე. 1,5 ქალაქს როგორ შეიძლება აი ასეთ მდგომარეობაში ყველა კმაყოფილი ყავდეს, მაგრამ ვინ თუ არა ნიკასავი წესიერი პიროვნება. სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან ქუჩაში, ისევ ქუჩაში მოსახლეობასთან და ბოლოს შეხვედრა სტუდენტებთან. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ოპონენტებს ღირსეულ კანდიდატებად აფასებს და შედეგებს სხვების მსგავსად 15 ივნისზე ელოდება. არჩევნებამდე 37 დღე დარჩა. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უპასუხებს ცხრიანის შეკითხვებს. აღმშვიდობისა, ბატონ ნიკა, მადლობა რომ გვეწვით. პირიქით მადლობა თქვენ. დღეს ყრილობა გქონდა თქვენ სიტყვითაც წარსდეკით და ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებოდით ამ ყრილობას. პირველი საინტერესო დეტალი ყრილობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე. არსებობს კომუნიკაციის უამრავი ფორმა, შეძლომა სკაიპით მოსალმება, ან რაიმე ფორმით ან ჩანაწერით. რატომ არ იყო ის რაიმე ფორმით წარმოდგენილი ამ ყრილობაზე? აღარ არის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის? ის თუ ვერ გეტყვით ჯერ ერთით, რომ ამ ორგანიზაციულ საკითხებში მე არ ვიყავი ჩართული და რამდენადაც მეც ვიცოდი წინასწარ, არც იგეგმებოდა პრეზიდენტის ჩართვა, ასე რომ ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ხა იმას თუ ქონდა მოლოდინი, რომ იგი ჩაერთვებოდა, ვერ გეტყვით. თქვენ არ გაქვთ დეფიციტი ამ ლიდერის ასეთ ტიპის თავმჯდომარეობაზე? უშუალოდაც ერთხელ მქონდა შესაძლებლობა მასთან ასე ვთქვათ გაცნობის შესაძლებლობა, მხოლოდ ერთხელ მომიცა პოსტარჩევანი, რამიტომ მე არ მაქვს არანაირი ურთიერთობა პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უცნობი იყო, უბრალოდ ცნობილი იყო ის, რომ არ აპირებდა და
მე ვფიქრობ, აქ უცნაურიც არაფერი არ იყო. იგი არ არის ქვეყნის ფარგლებს შიგნით და ასე რომ არ მგონია რომ იმის მოვიდა. რატომ გამიხდე ხო მე შეკითხვა, იმიტომ რომ თქვენს პლაკატებს ვადევნებ თვალს თქვენს წინაშე არჩევნო კამპანიას და თუ კი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იყო ხოლმე მთავარი იმიჯი იგი არ იყრის მხარდამჭერი, როგორც მხარდამჭერი თქვენ ძირითადად იგი უგულავა წარგადგენთ ყველას წინაშე. დისტანცირებთ მიხეილ სააკაშვილისგან, ეს მაქვს კითხვა. თქვენ მაშინ როდესაც არც-ერთ ფოტოზე არ აჩენთ დღეს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიისას მიხეილ სააკაშვილი. წინაწლებში იყო უყურებთ მე მაბატეთ ნამდვილად არ ვადევნებდი ასე. მაყურებელი გაიხსენებს რადოსით იყო ქალაქში წარმოდგენილი პლაკატებს. რაც შეეხება გიგის, იგი არის პირველი ნომერი საკრებულოსის და ბუნებრივია გასაკვირი არაფერი არ არის, რომ იგი ჩანს, ასე ვთქვათ, პლაკატებზე, ბილბორდებზე, ეს არის ჩემი აზრით ნორმალური რამ, როდესაც პირველი მოკლედ რის დადგენა მინდა. ის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარმოდგენილი დღეს წინასაარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით, ეს შემთხვევითობაა თუ ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა იმისთვის რომ თქვენ არ დაზიანდეთ? არ მგონია აქ საქმე კონდეს ან რაიმე შეგნებულ სვლასთან, ან პირიქით, უბრალოდ მან განაცხადა, რამდენადაც თქვენ გეძებოთ საშუალება ტელევიზიით გაიგოთ მისი მოსაზრებები, ასევე მე რომ იგი რაღაცა პერიოდით აპირებს და დააპირა რომ დაასვენოს საქართველოს მოსახლეობა. მახსოვს აი ესეთი მესეჯით მან დატოვა ქვეყნის ფარგლები და იგი ნაკლებად ჩანს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ტელესივრცეში. როგორც ჩანს, როგორც ამ პარტიის დედაქალაქში მერობის კანდიდატი, თქვენ მის დეფიციტს არ განიცდით განსაკუთრებულს. მე მხოლოდ ამას ვარ. მე მაქვს ჩემი კონკრეტული საქმე, ვერ დავარქვი ამას დისტანცირებას, მე არც მიკვირს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ყველა ლიდერი ერთნაირად არ არის ჩართული ამ საარჩევნო კამპანიაში, ხო? ყველა სხვადასხვა როლი აქვს გადანაწილებული. თქვენ დღეს თქვით, რომ გჯერათ და დარწმუნებული ბრძანდებით, რომ გაიმარჯვებთ. რის საფუძველზე? 17% დღევანდელი რეიტინგებით მოწონების თქვენ ხართ მეოთხე ადგილზე და უფრო ნაკლები 10% აპირებს ამ ეტაპის მონაცემებით, რომ ხმა მოგცეთ. თუ კი კი ბატონო, ეს არის ჩემთვის მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის საგანგაშო პირიქით. ეს კვლევები როდესაც დამთავრდა, დასრულდა აპრილის დასაწყისში, მე რეალურად კამპანიაც არ მქონდა დაწყებული და მაშინ რაც კვლევა დასრულდა მე 140-მდე შეხვედრა ჩავატარე და რეალურად მაშინ დავიწყე კამპანიის წარმართვა დედაქალაქში და ხვალინდელი დღიდან იწყება რეალური კამპანიის წარმართვა და ვფიქრობ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები, აბსოლუტურად არაორდინალური არჩევნები, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა. რითი განსხვავებული? ვინაიდან იცით, სამწუხაროდ ახლა მე ქალბატონს უსმენდი, ქალბატონ მანანას და ძალიან გული მწყდებოდა, იცით, როდესაც პოლიტიკაში ხარ და წარმოადგენ რომელიმე კონკრეტულ გუნდს, ეს იმას არ ნიშნავს, როდესაც რაღაცა ცუდი ხდება, იმაზე არ უნდა თქვა, რაღაცა ცუდია, როდესაც შეცდომას უშვებ, არ უნდა თქვა, სანამ ჩვენ ამას არ ვისწავლით, სანამ ჩვენ არ დავარქმევთ შეცდომას, ეს იმას ძალიან რთული. თქვენ რა მაგალითს მისცემდით, თქვათ, დღეს ხელისუფლებას, რას დაარქმევთ შეცდომას ნაციონალური მოძრაობის წარსულიდან? არა, იცით, აი ესეთ პრობლემა არის ჩვენი, მე მესმის რომ თქვენ გაინტერესებათ, მუდმივად საუბარი, მუდმივად აპელირება წარსულზე. კი ბატონო, იყო ბევრი შეცდომა, მათ შორის დანაშაულებრივი შეცდომებიც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ბევრი წარმატებების კვალდაკვალ, ხო? მაგრამ ტრაგედიას აბსოლუტურად ვერ ხედავ იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობამ წინაარჩევნები წააგო და ხელისუფლება დათმო. აბსოლუტურად ვერ ხედავ მე ამაში ტრაგედიას, მაგრამ ტრაგედიას ნამდვილად ხედავ იმაში, რომ ახალი ხელისუფლება ყავს ჩვენ და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე ვერ გადაიყვანა და სამწუხაროდ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წინა წლებში არსებობდა, ის განავითარა და ანვითარებს წარმატებით. ეს ყველაფერი კარგი, რაც იყო წინა წლებში, რეალურად არის გაჩერებული, შეჩერებული, დაკონსერვებული. ამას არავინ არ უარყოფს არა მარტო დედაქალაქში, არამედ მე არ ვიცნობ არც ერთ ქართული ოცნების გუნდხურვავენ ხარდაჭერს და მე ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ჯგუფებთან მიწევს ურთიერთობა და ყველა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ახლა მე ერთმა დაიფაროს, რომ ყველანი ეჭვაზე ვიყოთ, ხო? მაგრამ მართლაც არ ვიცნობ არც ერთ ქართული ოცნების ხარდაჭერს, რომელიც კამაყოფილია იმით თუ რაც ხდება საერთოდ ნახევრის განმავლობაში. თქვენ გინდათ რომ ამ ქალაქში აგირჩიონ, ხმა მოგცენ.
ბუნებრივია თქვენ იცით განსაკუთრებით ამ ქალაქის განწყობა ბოლო წლებში როგორი იყო ნაციონალური მოძრაობის ლოგიკურად. მაგრამ ჩემთვის აი ამ კითხვაზე ეს ლოგიკური კითხვა მაქვს, ლოგიკურად იმისთვის რომ თქვენ ხმა მოგცენ, რომ თქვენ დაგიჯერონ, თქვენ ალბათ უნდა თქვათ რა არ მოგწონდათ ნაციონალური მოძრაობის ხალხის განმავლობაში. იყო ბევრი რამ როცა ბრძანებთ, აი ამ ბევრი რამის შემადგენელი 2-3 პუნქტი შეგიძლიათ ბატონო სიამოვნებით ეხა პირველ რიგში განსხვავებით ეხა ქალბატონი მანანისგან ერთ-ერთი შესტომას უშვებს ახალი ხელისუფლების პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში ქალბატონი მანანას სახით როგორცაც უშვებდა რამდენიმე პოლიტიკოსი წინა ხელისუფლებაში მაგალითად წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო პრობლემა ზედმეტი ძალაუფლების კონცენტრაცია და არასაკმარისი კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. ანუ შესაბამის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები ერეოდნენ იმ საქმიანობაში, სადაც მათი საქმე არ იყო, ხო? მაგრამ დღეს, როდესაც ვხედავთ ანალოგიურს, სუსის სახით უკვე. ეს არის ჩემთვის ბევრად უფრო უარესი, თუნდაც ერთ-ერთი შეცდომა, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომები უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ შეგვეშტაბიჭდება შემდეგი, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ჩემთვის უცნაურად წელიწად დახევრის თავზე რომ ჩამოიყალიბა შიშის სინდრომი და ამ შიშის სინდრომით მუშაობს მათ ხედავენ ისინი რომ არაფერი არ გამოსდით რეალურად და რა თქმა უნდა ძლიერი გამოსტილი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება მათ სიამოვნებას არ გვრის და შეუძლებელი არის ეს ყველაფერი არ დავინახოთ იმიტომ რომ როდემდე შეიძლება შენი ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი გარანტია იყოს წინა ხელისუფლების შეცდომები იმიტომ რომ ეს შეცდომები იყო ბევრი წარმატებების კვალდაკვალ ჩვენ ცანცოტა დრო რჩება ამიტომ მინდა მაინც კიდევ მოვიკითხო ის შენიშვნები რაც საკუთარი პარტიის მისამართით გაქვთ ბატონო იყო ერთპიროვნული და არ მომწონდა ნამდვილად მე შორს ვარ იმაზისგან რომ თქვა ეხა კომუნისტური პარტიის წევრი ვით მე ერთი თვეა რაც ამ პოლიტიკურ გაერთიანებას შემოვერთდი და ვინაიდან ეხა ამ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოვადგენ ნამდვილად შორს ვარ იმაზისგან რომ თქვა რომ ყველაფერი მომწონდა ამ თუნდაც რაც არ მომწონდა წინა წლებში ეხლა არ ვთქვა ის რომ არ მომწონდა იყო პრობლემები და ეს ამ პრობლემების გამო კუმულაციური ეფექტი იქონია 2012 წლის 1 ოქტომბერს ხო და ჩემი თვითმიზანი არ არის დედაქალაქის მეურვება, ჩემი თვითმიზანი არ არის რომ ჩემი პოლიტიკური მეგობრები იყვნენ ხელისუფლებაში. ძალიან ბევრი დამეწუნეთ, ნამდვილად აღიარებს ამ შეცდომებს, მაგრამ ჩემთვის ქართული ოცნება არის წინა ნაციონალური მოძრაობის შეცდომები დახმარებული ნაციონალური მოძრაობის დუღშემადგენლობა. 80% პარტიული ასე თქვა სტრუქტურის გადასულია ქართულ ოცნებაში ის ადამიანები, რომლებიც არაღირებულებისა და ფასეულობის გარშემო იყვნენ, ასე თქვა გაერთიანებული და მხოლოდ ამიტომაც უნდა განეცადათ მათ მარცხი წინაშე. წუთი დაგვჭირდა იმისთვის რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება როგორც ხელისუფლების კოალიციის წარმომადგენელ კანდიდატს ქონდა აქ რომ თქვათ რას პირდებით ამ ქალაქის მოქალაქეებს. ეს ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ შევეცდები, ჩვენ ძალიან წყობრი გეგმა თუ როგორ უნდა განავითაროთ თბილისი, როგორ უნდა განვაგრძელოთ ის ტემპი, რომელიც იყო აღებული და ვისაც არ მოწონდა წინა ხელისუფლება ყველა აღიარებს, რომ ბევრი რამ გაკეთდა ნამდვილად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, არა უბრალოდ რაღაცა ჰიპოთეტური, არა რაღაცა ქიმერული, არამედ ბზა პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ გეგმავთ. დღეს მე დავაანონსე და ვთქვი, რომ იმდენად დამძიმდა სოციალური ფონი, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელ რიგ საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის გახდეს უფასო. და ყველა თბილისელისათვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაცვლად 50 თეთრისა ღირდეს 20 თეთრი ვინაიდან ელემენტარულად გადაადგილების საშუალებაც აღარ აქვს მოქალაქეებს აპუნქტი და ბ პუნქტამდე ვერ გადაადგილდებოდა ეს არ არის დაპირება რომელიც უკავშირდება მაგალითად მილიონი ხის დარგვას თორსა რეალური დაპირება რომელიც შესრულდება ისედაც ჩვენ შეღავათიანი სისტემა მქონდა გზავრობის უბრალოდ ახლა ვაუმჯობესებთ უნდა განვაახლოთ და განვახორციელოთ ის ყველა შეჩერებული პროექტი რომელიც შეჩერდა ახალი ხელისუფლების პირობებში და ყველა აღიარებს ისეთ თქვენ დამერწმუნებით ვისაც მოწონს არ მოწონს წინა ხელისუფლება ერთ რამეს ყველა აღიარებს ეს ხალხი არის ცოდნით გაჯერებული და გამოცდილებით სავსე და შეცდომები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მე ამისი მჯერა და დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ ასევე იმაში რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები ბევრად უფრო ცნობიერ არჩევანს გააკეთებენ საარჩევნო ყუთთან და ვიღაცის ჯინაზე ვიღაცას სხვას აღარ მიცემენ 10000-ობით თბილისელი მე ამაში დარწმუნებული ვარ და ავტორიტეტებს ბრმად აღარ გაყვებიან. ნიკა მელია პასუხობდა ცხრიანი შეკითხვებს